რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს, ბევრი მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქოს წაიშალა სხვარი პოლიტიკურ პარტიებს შორის იმ გაგებით, რომ თანამშრომლობის კოორდინაციის აუცილებლობა გაჩნდა, განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე იქნება თუ ასე შემდეგ და თავად პოლიტიკური კოალიციების გადაფორმატების ან რაღაც ახლებურად ჩამოყალიბების ჯერ არჩევნები არ დანიშნულა და ამის აუცილებლობა არ დგას, მაგრამ იმ ძველების იმ სახით არსებობის აუცილებლობა რამდენად დგას. ამიტომ მოდით ზოგადად პოლიტიკური პარტიების როლზე საუბრით დავიწყოთ. ეხლა მათ შორის იქნებ გითხრა დაგვიზუსტოთ კოალიცია ძველებური ფორმატის პირობებში აგრძელებს მუშაობას თუ არის რაიმე ცვლილებები. მადლობა მოწვევისთვის, ინტერესისთვის მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა, რომელიც უკვე 5 თვეა ამ ხარისხში ვითარდება ქვეყანაში, გულისხმობ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პროცესს და იმ ცნობილ ყობახიძეს განცხადებას, რამაც დეკლარირებულად შეცვალა საგარეო პოლიტიკური ვექტორი, პარტიული ზღვარი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, წაშალა, ანუ პარტიული ინტერესისგან, ვიწრო პარტიული მით უმეტეს დაცლილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების როლი ამ პროცესში იქნება განსაკუთრებით მოგვიანებით უმნიშვნელო ვიდრე ოდესმე. თუმცა რა სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე ესა თუ ის კოალიცია, ჯგუფი, ერთობა პოლიტიკური სხვადასხვა, რომელიც ასპარეზობდა გასულ არჩევნებზე, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე შემიძლია გითხრათ კოალიციების სახელით ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მუშაობას, ყოველდღიურს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ვიყავით. ვიქნებით ადეკვატურები გამოწვევებისა, ვიქნებით ადეკვატურები დროისა, თუ ბევრს აინტერესებს იშლება თუ არა ეს კოალიცია, არ იშლება, ასე ვთქვათ, ხმებიც რომელიც მოარულია გამიგია და უკითხავთ კიდევაც მაგალითად რუსთაველის გამზირზე ჩემთვისაც, ნიკასთვისაც, სხვა ადგილებში ზურასთვისაც, როგორც მე გავარკვიეთ და ელენისტვის. არა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ამისი ფუფუნება ახლა ქვეყანას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ადეკვატურები. ხა ერთობა მნიშვნელოვანია საკითხების გარშემო, მაგალითად იმ საკითხების გარშემო, რომელიც დღესასწაულში დგება აქტუალურად დრო და რომელიც დადგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც მიმაჩნია, რომ ერთობა ამ პოზიციაში უნდა დააფიქსიროს ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა და პარტიამ არის ადგილობრივი არჩევნები. ანუ და ზოგადად არჩევნები. მოდით მაშინ წავიდეთ კონკრეტიკისკენ ამ შემთხვევაში, სანამ ადგილობრივი არჩევნების თემამდე მივართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საორიენტაციო პოლიტიკური კალენდარის შემადგენელი ნაწილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიციაში. ხო, კი ბატონო. ოპოზიციის ყოველ შემთხვევაში ქუჩაში მყოფი ადამიანების განწყობა და მოთხოვნაც უკავშირდება ახალ არჩევნებს. ახალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს. თითქმის უკვე რამდენიმე დღეში 100 დღე შესრულდება, რაც უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღე ხედავთ ხოლმე იქ, რომ წარმოდგენილი ხართ. თუმცა იქ მყოფი ადამიანების გამონათქვამების მონაცმენი და მე მაინც დაბეჭდილება მრჩება, რომ ერთის მხრივ ამას რა თქმა უნდა დადებითად აფასებენ, რომ პოლიტიკოსები, პოლიტიკური ლიდერები მათთან ერთად არიან, თუმცა მეორეს მხრივ აქვთ მოლოდინები, რომ პროცესის არა იმდენად რაღაცა სხვა მასშტაბის პოლიტიკურ ფაზაში გადაყვანისთვის, არამედ თავად თუნდაც ამ პროცესების მართვისთვისაც პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ დამატებით კიდევ სხვა როლსაც ითამაშებენ. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ ბრძოლის ამ ფაზაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ლიდერების? მე ვფიქრობ, მადლობა ამ შეკითხვისთვისაც, მე ვფიქრობ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ერთმანეთისგან განსხვავებულებით ამ პროცესში ძალიან აქტიურ როლს თამაშობენ, როგორც თანამებრძოლები ვართ, რაც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, რუსთავის გამზირზე, რაც მიმაჩნია თავარ კერად ამ პროტესტის და ამ კერის გარეშე შესაძლებელია ვიფიქროთ სამართლიანად, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არათუ შენელდება, არამედ ჩაქრება და არ უწერია რუსთაველის გამზირს ჯერა ამისით არა მხოლოდ განელების, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს პოლიტიკური ან ერთი ან 4 პარტია, ხო? ბევრჯერ თქვა თქვენს ეთერშიც საზოგადოებრივ ფრონტზე პარტნიორებთან ურთიერთობაში, ვიდრე
ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ბევრი მათგანი არის საზღვარგარეთ, მათ შორის არ შემიძლია არ ვთქვა რითი დაიწყო ეს პროტესტი. აქტიური როლის თამაშით თავად პოლიტიკური პარტიებისა. არავინ არ ამადლის, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ სამართლიანობისთვისაც ეს იყოს აღნიშნული და გავახსენოთ ყველას და მით უმეტეს პირველ რიგში ერთმანეთს. რო არა ეს 4 პოლიტიკური პარტია, რომელიც გაყალბების და მიუხედავად აღმოჩნდა მანდატებით შეიარაღებული, რო არა მათი პრინციპული პოზიცია, რომ ისინი არ შევიდოდნენ ამ ერთწოდებულ პარლამენტში, პროცესები სხვაგვარად წარიმართებოდა, სხვადასხვა ფორმა და შინაარსი მიიღო სხვადასხვა ეტაპებზე ამ პროტესტმა, მაგრამ ის იყო პირველი საწყისი ეტაპი, სადაც მნიშვნელოვანი იყო ამ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება და მე მისი აღსრულება. მით უმეტეს, როდესაც ტკინვეული გამოცდილება ჰქონდა ბევრ ჩვენგანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაქვს ხედველობაში, როდესაც წარმატებულად დაწყებული საპარლამენტო ბოიკოტი, რომელიც ჩემის აზრით აქცევდა ჩიხში მაშინდელ ქართულ ოცნებას, რომელიც მნიშვნელოვნად უწევდა ანგარიშს დასავლეთს და დასავლელ პარტნიორებს, უნდათ ეს მათ თუ არ უნდათ დღევანდელი დღისგან განსხვავებით, ახლოს იყო ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან, ანუ ის პროცესი, რომ არ გამწყდარიყო, მოკლედ ის ბოიკოტის რეჟიმი. ამიტომ ეს სასახელოდ უნდა ითქვას პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებისა. ამის შემდეგ მე ვფიქრობ ის მასშტაბი იზოლაციისა, რომელშიც აღმოჩნდა ქართული ოცნება, პირდაპირ არის დაკავშირებული პირდაპირ პროპორციულად იმ ნაბიჯთან, რომელიც გადადგა ოპოზიციურმა პარტიებმა. ანუ შიდა ლეგიტიმაცია ქართულ ოცნებას არ აქვს და არც გარე ლეგიტიმაცია არ აქვს და ნებისმიერი ჩვენგანის 10, 11, 12 ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა გამოიწვევდა ჩემის აზრით, რბილად შემიძლია მტკიცებით ფორმაშიც თქვა, დარწმუნებული ვარ იმ მოცემულობას, რომ დღეის მდგომარეობით კობახიძესთვის ძალიან ბევრ ევროპელ და არამხოლოდ ევროპელ ლიდერს ხელი ექნებოდა ჩამორთვეული. რა თქმა უნდა, მე ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და თამაშობს ხალხი თავად. საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაიბადა ისეთი ძლიერი როგორც არასოდეს, ხომ? და ეს ნათლად მიუთითებს იმ მოცემულობაზე, რომ ზღვარი არის პარტიული, ანუ საზღვრები არის უბრალოდ წაშლილი პარტიულისა და ყველამ გააცნობიერა, რომ თუ კი გვინდოდა ევროპული მომავალი და ამისთვის წავიდა არჩევნებზე, მალევე აღმოაჩინა, რომ იმ სტატუს-კვოს შენარჩუნებაც კი შეუძლებელია, რომელშიც ჩვენ ვიყავით არჩევნებისთვის ან პოსტარჩევნები რაღაცა 2-3 კვირის განმავლობაში. შესაბამისად, წინ ევროპული მომავლისკენ, წინ ეროვნული ინტერესების გატარებისკენ არის შეუძლებელი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, შეუძლებელი არის დასავლური კურსის მოკლედ კვლავ სწორ კალაპოტში მოქცევა, ამაში დარწმუნდა მოსახლეობის კრიტიკული ნაწილი, რაშიც არ იყო დარწმუნებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა პოლიტიკური პარტიების როლი აი უახლოეს დღეებში, კვირებში უნდა იყოს ერთ ჩემთვის და ჩვენი კოალიციისთვის მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციის დაფიქსირება. ეს საკითხია როგორც ჩანს ეს საკითხი არის ზოგადად არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში არის გაუქმებული, არ ტარდება, როდესაც ქვეყანას არ ყავს პარლამენტი, როდესაც ქვეყანას გარდა იმისა, რომ მართავს მიტაცებული ხელისუფალი, მიმტაცებელი ხელისუფალი, ერთპარტიული პარლამენტი ყავს, არ ყავს არც ერთი ლეგიტიმური ორგანო და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩატარდეს არჩევნები და ამ არჩევნებს ვუწოდოთ არჩევნები. არჩევნები როგორც ფენომენი არ არსებობს, არავინ არავის არ ატყუილებს, მე იმედი მაქვს ოპოზიციურ სპექტრში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მათ შორის იმ საპროტესტო ბირთვის უდიდეს ნაწილს, თუ არა ყველას, და არა მხოლოდ იქ დგომს აქტიურად, ყველა თქვენს მაყურებელსაც სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად იმ პოზიციის დაფიქსირება, ოპოზიციური პარტიები როგორ უყურებენ მომავალ თვეებს ამ საკითხთან დაკავშირებით. აპირებენ თუ არა თეორიულად მაინც იმ ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სადაც ივანიშვილი არის მოკარნახე ყველა პროცესისა. სასამართლო, საპარლამენტო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, CSKO თავის მხრივ არის დანამატი ივანიშვილის, არ ვიცი, საკარმიდამოსი და ასეთ პირობებში ჩვენ გეგმავთ არჩევნებზე შესვლის განხილვასაც, მე დარწმუნებული ვარ, არა. ამიტომ მე ვფიქრობ, სიცხადე არის ამ საკითხის შესატანი და ჩამოსაყალიბებელია პოზიცია, გასაცნობია საზოგადოებისთვის, თუ რა შემთხვევაში
არის მზად ქართული ოპოზიციური სპექტრი მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. და რომელ არჩევნებში? და რომელ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. აი ამ პოზიციაში ერთობა არის ძალიან ფასეული ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის. საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია. უბრალოდ აი ნახოთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კითხვა ისმევა მათ შორის თქვენი მხრიდან, განსხვავებით ჟურნალისტებისგან, თქვენ როგორც პოლიტიკური ლიდერი თავისთავად ამ მისთაობაზე კონსულტაციებს აპირებთ ალბათ თქვენს კოლეგებთან. იგი რა თქმა უნდა. აი იგეგმება თუ არა უახლოეს დღეებში თუნდაც ამ იგეგმება ნამდვილად საერთო პოზიციის თუ ჩამოყალიბება არა შეჯერება რომ ჩვენ გუნდის შიგნით და კოალიციის შიგნით ამაზე საუბრობთ ბუნებრივია რომ არ გინდოდეს საუბარი არის ბევრი ადამიანი გარშემო ამ ქვეყნის გულშემატკივარი როგორია რა თქმა უნდა ჩემი პირადი პოზიცია და კოალიციის პოზიცია შემიძლია თავისუფლად გითხრათ შეუძლებელია ჩვენ საუბრობთ არჩევნებზე რომელიც არ არსებობს როგორც ფენომენი ქვეყანაში შეუძლებელია საუბრობდეთ არჩევნებზე და მასში მონაწილეობის მიღებაზე როდესაც არ არსებობს ნიშანწყალიც კი ოდნავ სამართლიანი სასამართლოსი ოდნავ სამართლიანი CSKOS-ი ხედავთ იმას რასაც ხედავთ პატიმრებს ერთი წამი თუ თავი დავანებოთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვერაფრით ვერ დიდებით ვერ დავანებთ თავს, მაგრამ პატიმრების გათავისუფლებაც ვერ გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იმის წინაპირობა, რომ მივიღოთ იმდენად უსამართლო პროცესში მონაწილეობა, სადაც ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანი არ აისახება იმდაგვარად, როგორც ის აკეთებს ამ არჩევანს. ამიტომ უნდა გავაცვლოთ საზოგადოებას ის პირობები, რა პირობებშიც მიიღებს ქართული ოპოზიციური სპექტრი მონაწილეობას არჩევნებში. როდესაც აი ეს ერთობა და ბევრი საუბრობს, იცით, საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს ერთობაზე, საზოგადოების მეორე არც თუ ისე მცირე ნაწილი საუბრობს პირიქით პარტიებს შორის დებატებზე, ისინი ვერ ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ ერთი მთელი გახდეს, მთელი ოპოზიცია და აქ ორივე მხარეს არის სიმართლე ნამდვილად, ვინაიდან როდესაც ერთიანდება ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ერთეული, ხო, როგორც ერთი მთელი, ხო, როგორც პლუსები ერთიანდებიან, ასევე მინუსებიც ჯამდება, ამიტომ მიზანზე თუ გინდა ორიენტირებული იყო და შედეგზე ორიენტირებული, ხა ერთ ელექტორალურ რაღაცა ერთეულად გადაცემა ეს სხვა საკითხია და რა დროს ამაზეა საუბარი, როდესაც მოსაპოვებელია არჩევანი ჩატარების